შესავლითაც მიხვდებოდით, რომ თეგეტას რუბრიკის დრო დადგა ჩვენს პირდაპირ ეთერში, რომელიც ყოველკვირეულად გამორჩეულ შეთავაზებებს, იდეებს და შესაძლებლობებს აანონსებს ბიზნესისთვის ჩვენი ეთერიდან. ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობაზე გიყვებით. თეგეტა Truck and Bus-მა მან Truck and Bus-ის ოფიციალურმა პარტნიორმა საქართველოში საერთაშორისო კომპანია Hertz-თან და Coca-Cola Bottlers Georgia-სთან ერთად მასშტაბური პროექტი განახორციელა საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში. თეგეტა Truck and Bus-ი Hertz საერთო ჯამში მანის ბრენდის 58 ერთეულ სატვირთო ავტომობილს გადასცემს, რომელსაც Hertz-ი თავის მხრივ Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიაწვდის. მოკლედ დღეს Coca-Cola-ს დღე მაქვს. პირველ ეტაპზე უკვე გადაცემულია 15 ავტომობილი, ხოლო დარჩენილი 53-ის გადაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება, რომელიც არასდროს არ ირღვევა თეგეტას მხრიდან და უფრო მეტ დეტალს ამ მნიშვნელოვან ტრიბლე თანამშრომლობაზე ჩვენი სტუმრისგან თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელისგან შევიტყოთ. ბექა ბერიძე არის, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენთან სტუმრად. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ყოველთვის მიხარია თქვენი მასვენა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ. ამ სამხრივი გამოდის, ხო, სამხრივი კოოპერაციის შესახებ. ლოკალურად სამხრივია, იმიტომ რომ მანი და თეგეტა ეს ერთი საერთო აღქმა არის, სრულად დამსახურებულად საქართველოში. ამ სამხრივი კოოპერაციის შესახებ ცოტა მეტი რომ მოგვიყევ, ეკა თუ შეიძლება, როგორ შედგა ეს ყველაფერი და რა ტიპის შეთავაზება გაკეთდა, დარწმუნებული ვარ, რომ შეკრულია თავიდან ბოლომდე თქვენი მხრიდან ვიდრე მიწოდებამდე. პირველ რიგში თეგეტა Truck and Bus-ის და MAN Truck and Bus-ის პარტნიორობა უკვე 20 წელს ითვლის. ჩვენ დიდი ხნის წინ დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა და დაფუძნებული არის პირველ რიგში საერთო ღირებულებებზე. ეს არის ხარისხი, სანდოობა და ეფექტიანობა. სწორედ ამ სამ ქვაკუთხედზე დგას ასევე ჩვენი თანამშრომლობა Coca-Cola Bottlers Georgia-სთან და Hertz-თან. Coca-Cola Bottlers Georgia ასევე შეიძლება ითქვას, რომ ქართული ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი გავლენის მქონე კომპანია არის. თეგეტა Motors-იც ასევე 1995 წლიდან არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე და Hertz-იც ასევე საკუთარ სფეროში იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის წამყვანი კომპანია ბაზარზე, რომელიც ოპერირებს 800-ზე მეტი მანქანით, აქ იგულისხმება როგორც მსუბუქი ავტომობილები, ასევე კომერციული ტექნიკა. ჩვენთვის კომერციული ტექნიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაზარზე პრემიალური პროდუქტების კუთხით მომდევნო ნაბიჯების გადადგმა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ Coca-Cola-სთან და Hertz-თან პარტნიორობის ფარგლებში მათთვის შეგვეთავაზებინა MAN-ის ბრენდის TGL მოდელის კომერციული ტექნიკა. აქ ყველაზე ღირებული და ამომავალი წერტილი მაინც არის საბოლოო კლიენტის, ამ შემთხვევაში Coca-Cola Bottlers Georgia-ს საჭიროება. მათი ხარჯების ოპტიმიზაცია და კომერციული ფლიტის გადაყვანა ფლობიდან სარგებლობაზე. ეს არის დღევანდელი ბიზნესის მთავარი გამოწვევა და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც, რომ სარგებლობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ტექნიკის ფლობა. სწორედ ამიტომ Hertz-ი და ჩვენ ერთიანად ვთავაზობთ ისეთ შეთავაზებას საოპერაციო ლიზინგს ამ შემთხვევაში, სადაც თეგეტას მხარეს არის ტექნიკის მიწოდება, სერვისები და ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ ოპერაციულ უწყვეტობას უზრუნველყოფს, ხოლო Hertz-ი თავაზობს უკვე საოპერაციო ლიზინგს. თეგეტა ლიზინგის ნაწილშიც თქვენი შვილობილი კომპანია ჩაერთო ალბათ თეგეტა ლიზინგი, თუ ამ შემთხვევაში სხვა პარტნიორები ჩართული. ხო, აქ სხვა პარტნიორებიც არიან ჩართული ცალსახად, მაგრამ ჩვენ იმავე შეთავაზების გაკეთება, რა თქმა უნდა, თეგეტა ჰოლდინგის ფარგლებში არსებული ლიზინგის კომპანიითაც შეგვიძლია და ამას ვაკეთებთ კიდეც. და თავაზობთ მომხმარებელს, თუ ამ კონკრეტულ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, აქ ჩვენთვის მთავარი პარტნიორი არის Hertz-ი და საბოლოო მომხმარებელი Coca-Cola Bottlers Georgia. მათი მოთხოვნა იყო, რომ კომერციული ფლიტი, რადგან აქ ძირითადად გადაადგილება მათ შორის ქალაქგარეთაც ხდება, მაგრამ ხდება ქალაქის ფარგლებში, უნდა იყოს ვიწრო გაბარიტების მქონე, უნდა იყოს მოქნილი, უნდა იყოს ხარისხიანი. ხარისხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთის მხრივ ხარჯებთან დაკავშირებული და მეორეს მხრივ ოპერატორების შენარჩუნებასთან და მათ ყოფილებასთან ოპერატორი ძალიან ბევრს წყვეტს, მათ შორის თუნდაც ხარჯების კუთხით საბოლოო ჯამში რამდენს დახარჯავს კომპანია და MAN TGL-ი არის მოდელი, რომელიც ფასის, ხარისხის და ექსპლუატაციის თვალსაზრისით უპირატესობების უნიკალურ კომპლექტს თავაზობს მომხმარებელს. აი მაგაზე მინდა ცოტა მეტი ჩაგეკითხო. რატო MAN-ის სატვირთო, აი რატო კეთდება ამაზე აქცენტირება, როცა სტიგმატურ დონეზე არსებობს, რომ ეს ძვირია, ხელმიუწვდომელია. ძალიან ბევრჯერ თეგეტა ბიზნესის რუბრიკის ფარგლებში მოვედი თქვენი კოლეგების, თქვენგან თქვენი მხრიდან ახსნაში და მე უკვე ვწმუნდებოდი თუ რამხელა ხარჯების ოპტიმიზაცია და დაზოგვა ხდება, როცა შეხებაში მოდიან
ხარისხიან და თან სერვისით უზრუნველყოფილ ფლიტთან. აქაც მე მგონი ანალოგიურ სტიგმის დანგრევასთან ქონდა საქმე. ჩვენ ამას ვცდილობთ ყოველდღიურად და გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრ სხვადასხვა კომპანიასთან მივახციეთ იმას, რომ რწმუნება იმისი პრემიალური ტექნიკა არის უპირატესი თუ ნებისმიერი სხვა უკვე ძალიან ბევრ კომპანიას აქვს და ამ რიცხვს რომ Coca-Cola Bottlers Georgia შემოვერთა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი 58 ერთეული MAN-ის ბრენდის ტექნიკის მიწოდება არის ცალკე აღებული რაოდენობრივად თუ ავიღებთ კორპორატიულ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება რომლითთვისაც ჩვენ მიგვიღწევია და აქ ყველაფერი დადის ჯამური ფლობის ღირებულებაზე. ჯამური ფლობის ღირებულება, ანუ TCO, Total Cost of Ownership. მაგრამ იმავდროულად საოპერაციო ნაწილზე ბექა აუცილებლად უნდა ჩაგეკითხო, მე ვიცი რომ ამ ყველაფრის თამდევი ყოველთვის თქვენ შეთევაზებაში არის სერვისის ნაწილი. თუ შეიძლება აი ამის თაობაზე ცოტა მეტი. ცალსახად. სერვისი და ოპერაციული უწყვეტობა, განსაკუთრებით როცა დინამიური დისტრიბუციას ეხება საქმე და Coca-Cola-სთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრენდისთვის, კონკურენტული უპირატესობა არის უწყვეტობა. რამდენად უწყვეტად და დაგეგმარების შესაბამისად შეუძლიათ მათ რომ მომხმარებლებს მიაწოდონ მათთვის საყვარელი პროდუქცია და Coca-Cola ნამდვილად ესეთად ითვლება და ესეთ აღიქვება პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს გარშემო. ამიტომ ჩვენთვის ამ პარტნიორობის გამყოლი და ქვაკუთხედი გვინდა და ყოფილიყო სწორედ ის რომ MAN-ის ბრენდი და პრემიალური ბრენდი ამ ჯამური ფლობის ღირებულების თვალსაზრისით არის ყველაზე ეფექტური. ეფექტურობა მათ შორის ასევე რა თქმა უნდა მოიცავს სერვისს და სათათარიგო ნაწილების უწყვეტ მიწოდებას. ჩვენ სერვისის კუთხით ასევე გავხსენით გეზის ახალი სერვის ცენტრი და ოფიციალური გახსნა მომდევნო პერიოდში იქნება, მაგრამ ეს უკვე ოპერირებს და ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის სერვისი შევთავაზოთ და აქ რა თქმა უნდა MAN-ის ბრენდის ტექნიკას ენიჭება პრიორიტეტი. ეს არის MAN-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერვის ცენტრი, ყველაზე დიდი სერვის ცენტრი რეგიონში და კავკასიაში. ამიტომ არა მხოლოდ სერვისი, აქ იგულისხმება საგარანტიო მომსახურება. ჩვენ საგარანტიო მომსახურებას უწევთ MAN-ის ბრენდის ნებისმიერი ტიპის ტექნიკას, იქნება ეს მუნიციპალური ავტობუსები თუ ამ შემთხვევაში დამთავრებული კომერციული ტექნიკით ან მათ შორის მეორეული ტექნიკით. საგარანტიო მომსახურება ნიშნავს იმას, რომ ჰერცისთვის, როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის არის უფრო მეტი შესაძლებლობა გააკეთოს ზუსტი კალკულაცია, რომელსაც შემდგომ უკვე შესთავაზებს Coca-Cola Bottlers Georgia-ს. ეს ასევე მოიცავს რეგულარული მომსახურების განფასებას და ჩვენ შეგვიძლია ეს განფასება გავუწიოთ განსაკუთრებით MAN-ის და პრემიალური ბრენდის შემთხვევაში ხანგრძლივ პერიოდზე ჩვენს მომხმარებელს ისეც როგორც არის ჰერცი. შეიძლება იყოს 3 წელი, შეიძლება იყოს მათ შორის 5 წელი და ჩვენ გამოდივართ მომხმარებლის საჭიროებიდან. ამ შემთხვევაში ჰერცისთვის ეს საჭიროება არის ფასების ზუსტი განსაზღვრა და პრემიალური ტექნიკა იძლევა ამის იდეალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენ წინასწარ უთხრათ მათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციის შემთხვევაში რა იქნება მათი ტექნიკის შესყიდვის ღირებულება, რა იქნება შემდგომ სერვისზე დახარჯული ნაწილი დანახარჯების, რა იქნება საწვავზე ხარჯი, სადაც ასევე ეს ტექნიკა არის ხარჯით ეფექტური და შემდგომ უკვე აქედან გამომდინარე რამდენად მაღალი იქნება ნარჩენი ღირებულება. რამდენად შემაჯამებელ კითხვათ ისევ TCO-ს მინდა დავუბრუნდე. რამდენად ადეკვატურია და პროგრესირებს ჯამური ფლობის ღირებულებიდან გამომდინარე TCO-თი დაინტერესება კომპანიების მხრიდან. მე მინდა დავინახო აქ პროგრესი, რომ ერთის მხრივ ეს არ არის მხოლოდ პრემიალურ ბრენდებთან შეხებაში მოსვლა, რომლისგანაც რაღაცის გამოდისტანცირება და არც მოგიკითხავს თამდევი სიკეთეები ამ ყველაფრიდან, რაც მოდის, იქნება ეს maintenance-ის თუ სერვისების და სხვა თამდევი თემები. როგორ პროგრესირებს ეს ქართულ ბიზნესში თქვენი მიმართულების გადმოსახედიდან, ბექა? ეს პროგრესი შესამჩნევია. ქართული ბაზარი, როგორც გლობალურად ძალიან ბევრი ბაზარი კომერციული ტექნიკის მიმართულებით, საკმაოდ გაჯერდა უკვე მათ შორის ჩინური ტექნიკით და ჩინური ტექნიკის ხარისხით ჩვენ ერთ-ერთ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ. გაზრდილი არის იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო, მაგრამ განსხვავება ჯამური ფლობის ღირებულების თვალსაზრისით პრემიალურ ტექნიკასთან მაინც მნიშვნელოვანი არის და ეს აღქმადი არის, როდესაც ჩვენ უკვე კალკულაციას დავიყვანთ 1 კილომეტრზე. საბოლოო ჯამში ჩვენ პოზიციონირებთ არა კომპანია, რომელიც ვაწვდით რაღაც კონკრეტული ტიპის ტექნიკას, რომელიც რომელსაც 4 საბურავი აქვს და მეტალისგან არის დამზადებული, ჩვენ ვეკითხებით მომხმარებელს რა არის მათი ბიზნეს საჭიროება და გამოვდივართ იქიდან რომ ბიზნეს საჭიროებასთან, ანუ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ბიზნეს საჭიროება მოვაგვაროთ. ამ თვალსაზრისით თუ 1 კილომეტრზე დავიანგარიშებთ და შევიყვანთ ყველა იმ დაკავშირებულ ხარჯს, დაწყებული ხარჯით, რომელიც არის დაკავშირებული ოპერატორის აყვანასთან, გაგზავნებული ტექნიკის ჯამური შესყიდვის, საწყის შესყიდვის ღირებულება, შემდგომ უკვე სერვისი, საგარანტიო მომსახურება, რეგულარული სერვისი და ასევე ხელმისაწვდომობა. ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. პრემიალური ტექნიკა
ზოგადი კვლევებით და მათ შორის MAN-ის კვლევებით 96-97%-იანი uptime-ით არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, რაც ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ძლივს 365 დღეს ავიღებთ, ეს ტექნიკა მაქსიმუმ 11 დღეს გაატარებს სერვისში, რაც ნიშნავს, რომ იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რაც ამ შემთხვევაში დისტრიბუციასთან არის დაკავშირებული, თავის მაქსიმალურ ლიმიტთან არის მიახლოებული და ეს არის მომხმარებლისთვის ყველაზე ღირებული. 1 კილომეტრზე დანახარჯი არის ყველაზე დაბალი. მოკლედ მაგარი ტრიბლე დადეთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება თან ბოლო 58 ერთეული. ხო, უნდა დავამგვაოთ და უნდა გავზარდოთ. აუცილებლად და მაგრამ მნიშვნელოვანია ბექა, ამით შევაჯამოთ არის ის, რომ თავად გლობალმა თეგეტა ჰოლდინგის სახით შეკრა ისეთი უნიკალური მიწოდება და კონტრაქტი, რომელიც მოიცავს კიდევ დამატებით 3 გლობალურ კომპანიას, MAN-ის პროდუქტი, ჰერცის ჩართულობა და Coca-Cola Bottler Georgia. მოკლედ გლობალების შვენიერი თანხwebdriver და თანავარსკვლავედი გამოვიდა. წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. გულოცავ ორთავეთ მურს თეგეტა ჰოლდინგის და Coca-Cola Bottler Georgia-ს მესვეურებს არაჩვეულებრივ თემას და ამ შეთანხმებას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის მინდა გადაუხადო ბექა ბერიძეს საინტერესო საუბრისთვის და ვიდრე ბექას დამემშვიდობებით კიდევ ერთი ამბავი ინოვაციური ხედვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის დაგეგმვისთვის თეგეტა მოტორსმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ნომინაციაში Customer Centric Automotive Company თეგეტა მოტორსმა The BIS Awards ჯილდო მიიღო და ჯილდოების ცერემონია პერუში, კუსკოს ისტორიულ ქალაქში გაიმართა, სადაც The BIS Awards-ის 20 წლის იუბილე აღინიშნებოდა და საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაც გაიმართა. მოკლედ წარმატებები თეგეტას გუნდს და მოკითხები საუკეთესო სურვილებით.